მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. პრესკავკასია ჯის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი სესიაშვილი დღეს წარგიდგება საინტერესო მასალით სახელწოდებით ვინ ხარ შენ მიხეილ სააკაშვილო. ანუ საუბარი გვექნება მიხეილ სააკაშვილის პიროვნებასა და მასზე როგორც პრეზიდენტზე. თუ ვინ არის სინამდვილეში მიშა სააკაშვილი, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი და არის თუ არა იგი საქართველოს პრეზიდენტი. რამდენად გავს იგი ჩვენ საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც იგი სათავეში მოსვლისას თავის თავს ადარებდა, ანუ მიშა სააკაშვილი ყოველთვის ახდენდა მსგავსებას მისსა და ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შორის. ასევე ის რამდენად წააგავს მეფე დავით აღმაშენებელს, საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელს, რომლის საფლავზედაც მიხეილ სააკაშვილმა დადო ფიცი გელათში თავისი გაპრეზიდენტების დროს და ასე შემდეგ. თუ ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი? იგი რამდენად არის იმ ისტორიის შემქმნელი, რომელსაც თავის თავს უწოდებს მემატიანეს, ანუ საქართველოს ისტორია, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდიდან დაიწყო, ანუ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან დაიწყო საქართველოს ისტორია. და რომ ჩვენ არანაირი ტრადიცია და არანაირი კულტურა არ გაგვაჩნდა აქამდე, ანუ არანაირი ისტორიის მატარებლები არ ყოფილვართ ქართველი ერი და ასე შემდეგ. თუ რა მოხდა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ანუ 2004 წლიდან დღემდე, როგორ დაიყიდა და დაქუცმაცდა საქართველო, როგორ გადაშენდა საქართველო და როგორ აპირებს ქართული გენოფონდის, ქართველი ერის გადაშენებას, რა გეგმა აქვს შემუშავებული და ვისგან მომდინარეობს ეს გეგმა და ასე შემდეგ, ალბათ აი ამ ყველაფერზე გვექნება დღეს ჩვენ შეძლების დაგვარად საუბარი. თუმცა სანამ იმ თემაზე გადავიდოდეთ, რომლის წაკითხვასაც მე ვაპირებ და თქვენთვის მოწოდებას, მანამდე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების პერიოდიდანვე ჩვენ ამაზე უკვე გქონდა საუბარი, იყო პროექტი 40,000 ოჯახის ჩამოსახლებისა და იქ არ იყო კონკრეტულად ნათქვამი თუ ვის ჩამოსახლებას აპირებდა უკვე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა იგი იმ მომენტში თავის თავს ადარებდა მეფე დავით აღმაშენებელს, რომელმაც საქართველოს გადარჩენისთვის 40,000 ყივჩაღი ჩამოასახლა. დღეს კი გაირკვა, რომ 40,000 ბრჭყალებში ყივჩაღი მიხეილ სააკაშვილის პერიოდში აღმოჩნდა ბურები, რომელთა გარკვეული ნაწილი უკვე ჩამოსახლებული არის საქართველოში და დასახლებულია კახეთის რეგიონში და ჩვენ კიდევ ველოდებით სხვა დანარჩენი ბურების ჩამოსვლას, ანუ რამდენიც არის გათვლილი ბურები, რომ უნდა ჩამოვიდნენ, აი დარჩენილი ბურების ჩამოსვლას ველოდებით. ასევე დაიყიდა საქართველოს თუ კი რამე გააჩნდა თავის საწარმოები და ასე შემდეგ. დაიყიდა ყველაფერი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ძალიან ბევრ რამეში შეუწყო მიხეილ სააკაშვილს ხელი, განსაკუთრებით მისმა მინისტრმა, დღევანდელმა მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის არაუბრალოდ ფანი და ფავორიტია, არამედ არის მისი ერთგული მარიონეტი. ახლა საუბარი არის კიდევ ახალ ინვესტიციაზე, რომელი ინვესტორიც უნდა გახდეს მილიარდელი დონალდ ტრამპი და ეს განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ასეთი განცხადებაც გააკეთა ამერიკაში სულ ახლახანს ვიზიტით მყოფმა, რომ საქართველო და თუნდაც დონალდ ტრამპი აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსნი არიან, ანუ საქართველოს ბევრი მსგავსება აქვს დონალდ ტრამპთან. რა უნდა დონალდ ტრამპს საქართველოში? რას აპირებს დონალდ ტრამპი, რატომ დებს დასაწყისში 250 მილიონ დოლარს და ასე შემდეგ. ამაზე იმ ამონარიდში გესაუბრებით, რომელსაც ჩემი ძირითადი სტატიის პროლოგში წავიკითხავ. ანუ ძირითად სტატიამდე სანამ გადავალ, მანამდე წავიკითხავ აი ამ პროლოგის სახით მოგაწვდით ამ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დონალდ ტრამპთან ბევრი მსგავსება აქვს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმი შავი ზღვის რეგიონში გამორჩეული ქალაქი გახდება, რომელიც დუბაის და სინგაპურს დაემსგავსება. ანუ აქვე ჩანართის სახით გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ახალს არაფერს გეუბნებით, ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია ყველასთვის ცნობილი, რომ ის აპირებს საქართველოს სინგაპურის
ოპერაციას და დუბაის და სინგაპურს უნდა დაამსგავსოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველო პირველი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, რომელსაც გამორჩეული პიროვნება დონალდ ტრამპი ეწევა. დონალდ ტრამპზე ხშირად ამბობდნენ, რომ ის უკვე გავიდა თამაშიდან, მაგრამ ის ახალი ენერგიით ბრუნდებოდა. ასეა ჩემი ქვეყანაც. რამდენჯერაც თქვეს, რომ საქართველო დასრულდა, ჩვენ ახალი ენერგიით ვბრუნდებოდით. ჩვენ შორის ზოგადად ბევრი მსგავსება არსებობს და ამიტომაც ვიპოვეთ ერთმანეთი. მთავარია გყავდეს ადამიანი, რომლისგანაც ისწავლიდა ჩვენთვის ასეთი პიროვნება დონალდ ტრამპიაო. ჩვენს რეგიონში დონალდ ტრამპი პირველ პროექტს ახორციელებს. ჩვენ კი შავი ზღვის რეგიონში პირველი ქვეყანა ვართ მისთვის, განაცხადა სააკაშვილმა და ტრამპს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა. ტრამპსა და Silk Road ჯგუფს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ტრამპ თაუერის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელება ბათუმში დაიწყება და თბილისში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში სასტუმროებისა და საცხოვრებლების გარდა სამორინეები, ბიზნეს და საოფისე ფართები აშენდება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს მინდოდა რომ პროლოგის სახით განმეცხადებინა, ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოგასმენინეთ. ახლა კი იმ ძირითად სტატიაზე გესაუბრებით, რომელიც მინდოდა რომ დღეს თქვენთვის წამეკითხა. ვინ ხარ შენ მიხეილ სააკაშვილო? პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარალელი აბელ არავიძესთან ფილმიდან მონანიება მთავარ გმირთან. სტატიის ავტორები გახლავან ქეთი სესიაშვილი და 16 წლის კორესპონდენტი ანი ქევხიშვილი. მაშინ როცა ეს სტატია დაიწერა, ანი ქევხიშვილი გახლდათ პრესპრემიერის სასწავლო ცენტრის სტუდენტი, ქონდა პრესპრემიერ, ჟურნალ პრესპრემიერს ასეთი სასწავლო ცენტრი და მაშინ გახლდათ ეს გოგონა მე-10 კლასის მოსწავლე, ანუ 16 წლის. ეს წერილი 2005 წელს ჟურნალ პრესპრემიერისთვის დაიწერა, მაგრამ დღის სინათლე ვეღარ იხილა, რადგან პრესპრემიერი ვარდების ხელისუფლების შესაბამისმა სამსახურებმა 2005 წლის აგვისტოში დაარბიეს და აქედან მოყოლებული ჟურნალი, რომელიც მართალ თავისუფალ სიტყვას ამბობდა, ვეღარ აღსდგა. ამაზე მოგვიანებით. დღეს კი გთავაზობ ჟურნალ პრესპრემიერის კორესპონდენტის ანი ქევხიშვილის ამ მეტად საინტერესო მასალას, რომელიც პრესპრემიერის ნაცვლად 2005 წლის შემდგომ მხოლოდ 2010 წლის მაისში პრეს კავკასია ჯეს ინტერნეტ საიტზე პირველად ქვეყნდება. განსხვავება მხოლოდ გამოქვეყნების თარიღშია. აქ მოყვანილი შედარებები კი დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება, რადგან დღემდე ისევ ვარდების მეფე მიხეილ სააკაშვილი ყავს ხელისუფლად საქართველოს. როგორ შეფასებას აძლევს 16 წლის კორესპონდენტი პრეზიდენტ სააკაშვილს, გთავაზობთ სტატიაში ვინ ხარ შენ მიხეილ სააკაშვილო. მე აქვე მსმენელს მინდა ვთხოვო, რომ ეს სტატია ვრცელია და ყურადღებით მოусმინოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. გმადლობთ. პრეს კავკასია ჯი ჩანართის სახით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უფრო სწორედ მოსვლამდე 1-2 დღით ადრევე წამოიწყო მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პერსონის, ასე ვთქვათ, დაპიარება. აკი ამიტომაც გაიქცა 24 იანვარს 2004 წელს გელათში დავით აღმაშენებლის საფლავზე. მუხლმოდრეკილი მთელი საზოგადოების წინაშე ფიცს სდებდა და თავის თავს მეფე დავითს ადარებდა. ამ პოპულისტობით ლამის თვითონვე დაიჯერა აღმაშენებლობა, ხალხმა ტაში დაუკრა, მაგრამ ეს ტაში სამწუხაროდ სწრაფადვე მინავლდა. სააკაშვილმა დავითობა ვერ გაქაჩა. მთავრობის წითელ ხალიჩა დაგებულ კიბეებზე მკვირცხლად არბენისას გრძელ პალტოში გამოწყობილმა პრეზიდენტმა ზვიადის მსგავსება დაიჩემა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს გამსახურდია სადარებდა თავს და დაიწყო ვითომდა ეროვნული მუხტის შემოტანა მოსახლეობაში. ბრწყინვალედ უწყოდა ზვიადზე შეყვარებული და შევარდნაძის რეჟიმით გამწარებული ხალხი ისევ ზვიადს მისტიროდა. ისპეკულანტა ამით და ხალხმა ტაში დაუკრა. ეს ტაში მქუხარე და ხანგრძლივი ვერ გამოდგა. მიხეილ დიდი სწრაფლოვე დაპატარავდა, ვერ უშველა პოპულიზმმა. საზოგადოებამ ძალიან მალე გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და აყვიზდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდა. დიდმა მიქაელმა აბელ არავიძის მსგავსად აღსარება ცოდვების მოსანანიებლად ეშმაკს ჩააბარა. აბა რა ეგონა ხალხს? გრწანისის რეზიდენციაში პიკულად ჩადებული ედუარდ შევარდნაძე თავის მსგავს ჭინკას არ გამოგვიგზავნიდა ქვეყნის სამართავად?
სახელმწიფო საზოგადოებისაგან შედგება. მიხეილ სააკაშვილის ტაშის დამყვრელი კი მისგან ზომბირებული ბრბო გახდა მხოლოდ. ბრბო კი ჩვენ და სამწუხაროდ გაიზარდა. მათ ორგროშიანი პიესა ინდომეს და მას შეწირეს ღირსება და ეროვნული ფასეულობები. და მიხეილმაც გაიხარა, დახტის, დარბის, დაფრინავს, მისია მთელი სამყარო. მტრისას თუ არ მოეკეცი მისი ზომბის ქვეშ, მტრისას თუ შენი აზრის დაფიქსირება მოინდომე, მყისვე ციხეში, მყისვე მიწაში და გახდა ხალხი მორჩილი, მსხვერპლი პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ორგაზმებისა. ასე იყო ვარლამ არავიძეც, ბოლოს გაგიჟდა და მზეს დაემალა, საგიჟეთში აღესრულა. მისმა ჯიშმა და მოდგმამ ვერ აიტანა წინაპრის შავი სისხლის ყივილი და ტყვია დაიხალა შუბლში. შუა თაობამ აბელ არავიძემ კი ვერ გაუძლო შვილის პროტესტს და გამწარებულმა პროტესტი გამოუთქვა ცოდვიან წარსულს. შეზიზღდა საკუთარი გენი. ვინ ხარ შენ, აბელ არავიძევო? ამოუგმინა საკუთარ თავს და ამოაფრქვია ორგროშიანი სული. მამის გვამი ყვავებს გადაუგდო საკორტნად. ავიწყდება მიხეილს, რომ მასაც შეიზისღებს შთამომავლობა და მოისვრის ლიანდაგებზე. ვინ ხარ შენ, მიხეილ სააკაშვილო? ედუარდ მამა კი ჩვეულებისამებრ გულიანად გაიცინებს, ეშმაკები ხომ დიდხანს ცოცხლობენ. ღმერთმა ნუქნას შევარდნაძემ ისევ დაყაროს ლეკვები. მაშა ასე გთავაზობ დაპირებულ შედარებას. აბელ არავიძე, მიხეილ სააკაშვილი, დავით აღმაშენებელი, ზვიად გამსახურდია და 19 ბრალდება. ედუარდ შევარდნაძეს იმედია, მალე შედგება ნიურნბერგის პროცესი თავდაპირველად საქართველოში. ამ შესავლის ავტორი გახდათ კეთსესიაშვილი. თავი პირველი. რა განსხვავებაა ქვეყნის დამაქცეվել სააკაშვილსა და ქართველი ერის სასიკადულო გმირებს შორის? საქართველოს ვარდოსან პრეზიდენტს მრავალ საკვირველ თვისებასთან ერთად განდიდების მანიაც ახასიათებს. ყველასთვის კარგად ცნობილია თუ როგორ ადარებს საკუთარ თავს ახლანდელი პრეზიდენტი საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელსა და საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მაგრამ ხალხს არ გამოეპარება იმის დანახვა, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა ქვეყნის დამაქცეվել სააკაშვილსა და ქართველი ერის სასიკადულო გმირებს შორის. კიდევ ერთი ჩანართის სახით გაგახსენებთ, რომ გავიმეორებ, რომ ეს სტატია დაიწერა 2004 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი სულ ახალი გაპრეზიდენტებული იყო. წმიდა მეფემ და საქართველოსთვის ვარაკად შეწირულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთგულება საქმით დაუმტკიცეს. მათ მიერ ნათქვამი მტკიცე სიტყვები, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა, მისაბაძი უნდა იყოს, როგორც ურყევი დოგმატი ყველა სხვა დანარჩენისთვის. პრეზიდენტი იქნება ეს თუ მისი გარემოცვა. მათ მიერ ნათქვამი საფუძვლიანი სიტყვები თვალნათლივად ამტვერებს ოქროს ბიჭუნა სააკაშვილის ილუზიებს, ვითომ და იგი არის ზემოთ ნახსენები გმირების იდეის მატარებელი და მათი პოლიტიკური შთამომავალი. დავით აღმაშენებელი და ზვიად გამსახურდია თავიანთი გაკეთებული საქმეებით ეპაექრებიან მიხეილ სააკაშვილს და თვალნათლივად აცამტვერებენ მის ჰალუცინაციებს, ასე რომ ახლანდელმა ხელისუფალმა რამდენიც არ უნდა განიდიდოს თავი, მაინც არაფერი გამოუვა. ხალხი მის ნათქვამს არ ირწმუნებს. ისტორია კი თავის ადგილს მიუჩენს აღმაშენებლისა და გამსახურდიას გვერდით კი არა, არამედ ლენინისა და ხრუშჩოვის გვერდით, როგორც დამაქცეվել, გამყიდველ, დამყრობელ, ქართველ მოძულე პოლიტიკოს. თავი მეორე, ასე ხდებოდა, ასე ხდება. ვერავერ მართონ ერი თვისი იმამ მართველთა, ვისაც არა აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება. ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილია სიტყვები, რომელშიც ერის დიდმა მამამ თავისი მსოფლმხედველობრივი სიბრძნე ჩადო, ყველა დროის აქტუალურ საკითხად რჩება. იყო ერის მთავარი, ერის მესაჭე, ხელისუფალი, უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი, ყველა ეს სინონიმი აღნიშნავს ერთს უდიდეს პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე. ამ პატივით დაჯილდოებული პირი მოვალეა დაიცვას და არეგულიროს თავისი ქვეყნის ღირსება, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური ყოფა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, სხვა ქვეყნებთან მშვიდობიანი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და არა ისე, რომ ყოველგვარი ეროვნulis დავიწყებით და გაცამტვერებით კმაყოფილი დარჩეს სხვა ქვეყანა. მოსახლეობის წონასწორობა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ საკითხებში და რაც მთავარია, სარწმუნოების დაცვა. აი ეს ძირითადი საკითხები, რომელთა მოგვარება ევალება ერის მთავარს, ერის მესაჭეს, ხელისუფალს და ასე შემდეგ. საქართველოში უძველესი დროიდან მეფეები და მთავრები ერთმანეთს ცვლიდნენ. ზოგი მაშინდელი ტრადიციით მემკვიდრეობის მიღებით მოდიოდა ქვეყნის სათავეში, ზოგი კი ათასგვარი ვერაგობით და ხრიკებით ეუფლებოდა სამეფო ტახტს. საქართველოს უახლეს ისტორიას კარგად ახსოვს ის შემთხვევები, როცა ხალხის სურვილით არჩეული პირი იკავებს უკვე არა მეფის, არამედ პრეზიდენტის სავარძელს, მაგრამ პასუხისმგებლობა მასაც იმგვარად
თავადვე ეკისრება როგორც მეფეებს. საქართველოს საჭეთ მყრობელს ქართული გენის, ფესვების, ტრადიციის გათვალისწინებით უფლება არ აქვს, არ გაითვალისწინოს იმ ქვეყნის ინტერესები, რომლის მმართველიც თავადვე არის, მაგრამ ხდებოდა და ხდება ისე, რომ მატერიალური თუ სხვაგვარი ბრჭყვიალა კეთილდღეობით უზრუნველყოფის შემთხვევაში ხელისუფალი ყიდის და აცამტვერებს როგორც მატერიალურად, ისე სულიერად იმ ქვეყანას, რომლის ძლევამოსილებისთვის ბრძოლას მის ცხოვრებაში უპირველესი ადგილი უნდა ეკავოს. თავი მესამე იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. ხელისუფალნი მოდიან და მიდიან, ერი ისტორია საზოგადოება რჩება. სწორედ ისტორია აფასებს თავისივე მოღვაწეობის მიხედვით ამა თუ იმ მეფეს, პრეზიდენტსა და მათ გარემოცვას. ქართველი კაცის მეხსიერებაში მტკიცედ არის აღბეჭდილი დავით აღმაშენებლისა და ზვიად გამსახურდიას, როგორც უაღრესად სიკეთით აღსვილი, ერის მოყვარული, სამშობლოს მტერთან უკომპრომისო მებრძოლი, სარწმუნოების დამცველი და რაც მთავარია თავგანწირული პოლიტიკოსების სახეები. დღევანდელი ხელისუფალი მათ რიცხვს მიაკუთვნებს თავს. ზემოთ ნახსენები პიროვნებები ქვეყნის წინაშე წამოჭრილი საჭირბოროტო საქმეების მოგვარებას თავადვე უძღვებოდნენ, რის გამოც მათ სიცოცხლის რეალური საფრთხე ემუქრებოდა. სააკაშვილი კი მხოლოდ მაშინ მოგვევლინება ქვეყნის ინტერესების თავდადებულ დამცველად ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, როდესაც კონკრეტული საკითხების შესახებ მისი გარემოცვის რომელიმე წევრი დაბნეულ განცხადებას გააკეთებს. ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტი ფიქრს შეუდგება, თუ როგორ ააგოს წინადადებები, როგორ დაუკავშიროს ფაქტები ერთმანეთს და ქართული ტელეარხების პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩნდება. თავი მეოთხე. ამ ქვეყნად მარადიული არაფერი, არ სიცოცხლე, არც ავარძელი და არც მოუთოკავი ამბიციები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სტატია დაიწერა 2004 წელს, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი ახალი გაპრეზიდენტებული იყო. საქართველოს ახსოვს დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, დემეტრე თავდადებული, ერეკლე მეორე და სხვა უამრავი ღირსეული მამულიშვილი. ისინი დღესაც ცოცხლობენ თითოეული ქართველის გულში და მომავლის იმედით აღავსებენ მათ. საქართველოს პირველი პრეზიდენტი თავისი ღირსეული მოღვაწეობის შედეგად შეემატა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირების რიცხვს. საქართველოს მატიანემ კიდევ ერთი პრეზიდენტის სახელი შემოგვინახა, სისხლიანი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ თავისი წინასწარჭვრეტის უნარი 19 ბრალდება წაუყენა. რითაც ბრალი დასდო მას ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ორიენტაციაში. ეს პოლიტიკოსიც ჩაბარდა ისტორიას თავისი საქმენის საგმირონით, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, რომელიც დღესაც გრძელდება მისი პოლიტიკური მემკვიდრე სააკაშვილის წყალობით. მას ასე ბრალი უკვე წაყენებულია, ხალხი ყველაფერს ხვდება, ისტორია გრძელდება, ვინ არის მიხეილ, მიშა, მიშიკო სააკაშვილი, რა მიზანს ემსახურება მისი პოლიტიკა და რა მხელა უბსკრულია მასა და ეროვნული სულით გაჟღენთილ წინაპართა შორის. თავი მეხუთე. დავით აღმაშენებლის საფლავზე წარმოთქმული სიტყვა. გელათი 2004 წლის 24 იანვარი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი. ინაუგურაცია მოხდა 25 იანვარს 2004 წელს, ფიცის სტილი დაცულია. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც დღეს შეიკრიბა აქ, ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვან დღეს. დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფება საქართველოს უდიდესი მმართველის, ყველაზე დიდი ქართველის დავით აღმაშენებლის სული. მე მინდა ვუთხრა მას, მე მინდა ვუთხრა საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა გმირს. დღეს საქართველო დანაწევრებულია. დღეს ქართველი ხალხი დამცირებულია. ზოგიერთ შეიძლება უნდა რომ საქართველოს საერთოდ აღარ არსებობდეს რუკაზე. მე მინდა ვუთხრა ყველას აქ, ჩვენ სამტრებს, ისინი ამას ვეღარასოდეს მოესწრებიან. საქართველო არსებობდა, საქართველო არსებობს და საქართველო ყოველთვის იარსებებს. საქართველო არ მომკვდარა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, ერმაც და ბერმაც, მთავრობამაც და ყველა ჩვენმა ადამიანმა, მოქალაქემ, ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე. უნდა მოვემზადოთ, უნდა გავერთიანდეთ, უნდა გავძლიერდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი. მე მინდა ვუთხრა ყველას, ამისთვის მთავრობა უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც ხალხი, ისეთივე გაჭირვებაში. უნდა მოიჭიროს ქამრები, უნდა გაიჭირვოს. ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ დღეც და ღამეც. ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ ქალაქებში და სოფლებში. ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ მთელი მსოფლიოს დასანახავად და ხმის მისაწვდენად. იმისათვის რომ ვუთხრათ, ჩვენი ერი იმსახურებს ბევრად უკეთეს მომავალს. ჩვენი ერი არავის დასაჯიჯგნი არ არის. ეს არის უნიკალური ერი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ ყველას მიუხედავად ეროვნებისა, საქართველოში გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენი სამშობლოს სიყვარული. დავითის საფლავზე ჩვენ ყველა ერთად უნდა ვთქვათ, საქართველო მოემზადება, საქართველო გაერთიანდება, საქართველო გამთლიანდება, აღიდგენს თავის მთლიანობას, თავის ერთიანობას, შეიკრება ისევ ერთ ძლიერ სახელმწიფოდ. მე მინდა თქვენი დახმარება ვითხოვო ამ საქმის განხორციელებაში. მე მინდა ყველანი ერთად დავდგეთ და ყველანი ერთმანეთს დავუდგეთ გვერდზე.
მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. სააკაშვილის ნათქვამი სიტყვები სიტყვებად დარჩა, ფიცი კი ფიცად. საინტერესოა, აღნიშნული პიროვნება რა კრიტერიუმით აფასებს თავის საქმეებს, ასე დაბეჯითებით, რომ ირწმუნება ქვეყნის აყვავება აღმშენებლობას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვფიქრობ თავადაც გაუჭირდება, ქვეყანაში შექმნილი ვითარება კი დღითი დღე უფრო მეტად მძიმდება. თავი მე-6 დავით აღმაშენებელი, მიქაელ დამანგრეველი. 16 წლის ააღზევდა დავით მე-4 სამეფო ტახტზე. 4 წელიწადში მან რეალურად განახორციელა შინაურ თუ გარეშე მტერთაგან წელში მოხრილი საქართველოს ფეხზე დაყენება. მისი პოლიტიკა მიმართული და ჩამოყალიბებული იყო ერთი სურვილით, გაეთავისუფლებინა საქართველო და შეექმნა ძლევამოსილი სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის პატივი, ღირსება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე იქნებოდა დაცული. ამ მიზნის მისაღწევად კი დავით მე-4 აღმაშენებელი ატარებს რეფორმებს, რომლითაც თავის სიტყვას ამბობს ცივილიზებული მსოფლიოს ისტორიაში. ძნელბედობის ჟამი ედგა საქართველოს 1089 წელს. სწორედ იმ დროს მოევლინა ქვეყანას დავით აღმაშენებელი. მას შემდეგ საქართველო მრავალჯერ გაიარა აყვავებისა და დაცემის რთული პერიოდები. აყვავებულა ღირსეული ერისმოყვარე ქართველის ხელში და დაცემულა ვერაგით ვითმარქვია უნიათო მოღალატის დროს. იდგა მე-20 საუკუნე. გაპარტახებული საქართველო გადავიდა 21 საუკუნეში. ქვეყნის სათავეშია პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. დაქცეული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული სულიერება, დამშეული მოსახლეობა. აი ის რეალური სურათი, რა მდგომარეობაც იყო აღნიშნული პრეზიდენტის დროს ჩვენს ქვეყანაში. 2004 წელი საქართველოს ახალი ხელისუფალი ჰყავს. ხელისუფალს პოლიტიკური მამები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან აძლევენ ბრძანებებს თავიანთი ქვეყნის აღმასრულებელს. იწყება ქვეყნის აღმშენებლობა, გრძელდება ისტორიაც, ქართველი ცნობიერებაში სიმწრით აღმოთქმული ტერმინები იბეჭდება, ქვეყნის დაღმამშენებლობა და დამანგრეველი. დავით აღმაშენებლის საფლავზე დადებული ფიცი ირღვევა, იკარგება ერის ფასდაუდებელი საუნჯე, მამული ენა სარწმუნოება. ამასაც თუ დავკარგავთ, რანი ვიქნებით, საქართველო უდიდესი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების მატარებელი ქვეყანა აღარ იარსებებს. პოლიტიკურ მამათა მიზანიც ეს არის, საქართველო ქართველების გარეშე. საქართველო აღარ უნდა იყოს, ბრძანება ბრძანებაზე მოდის. ხან შემსრულებელი მბრძანებლისგან თავადვე იღებს ბრძანებას და თვითმფრინავის ეკიპაჟიც მზად არის პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე სხვა ქვეყანაშია. თუ თურქ-სელჩუკთაგან წელში გატეხილი საქართველოს გათავისუფლება დავითმა და უამრავმა თავდადებულმა მებრძოლმა სიცოცხლის ფასად მოახერხეს, რათა არ გადაშენებულიყო ქართველი ერი, მიხეილ სააკაშვილი სხვა ეროვნებათა მასობრივი ჩამოსახლებით ახორციელებს ქართველთა გადაშენების გეგმას. საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტების მიერ გადასახლებული ეგრეთ წოდებული თურქი მესხები მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ დღეს საქართველოსგან. გარდა ამისა, გადასახლებულ და დღეს რეპატრირებულ თურქ მესხთა რაოდენობა ისე მომრავლდა და რიცხობრივად, რომ უკვე მილიონს აღწევენ. სინამდვილეში ამათ დაემატათ გამაჰმადიანებული სომხები, ქურთები და სხვანი, რომელნიც თავიანთ მიწა-წყალზე უნდა დააბრუნოს საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა. სხვა ეროვნებათა ჩამოსახლების პროცესი, რაც სააკაშვილის დროს განხორციელდა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: საქართველო ისეთ ქვეყნად იქცეს, სადაც ქართველები ჯერ უმცირესობაში აღმოჩნდებიან, მერე კი საერთოდ განადგურდებიან. აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოს სასარგებლოდ ყივჩახთა 40,000 ოჯახი ჩამოასახლა, რომელნიც მეფეს თითო მეომარს აძლევდნენ. ამით მეფეს საშუალება მიეცა შეექმნა ძლიერი ლაშქარი, რომელიც საქართველოს დაიცავდა როგორც გარეშე მტრის, ისე ურჩი ფეოდალებისაგან. გარდა ამისა, სამხედრო სამსახურისაგან თავისუფლდებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც სამეურნეო საქმიანობას აღარ მოწყდებოდნენ, რის მეშვეობითაც თავისთავად ვითარდებოდა საქართველოს ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ყივჩახთა ჩამოსახლების შედეგად საქართველოს მართლაც ყავდა ძლიერი ჯარი, რომელიც შედგებოდა სხვა ერთა წარმომადგენლებისაგან. მემატიანე გვაუწყებს თუ როგორი სისწრაფით განხორციელდა ყივჩახთა გაქართველების პროცესი. უმოკლეს დროში ყივჩაღისაგან ნაყივჩაღარი, ნაყივჩაღარისაგან ქართველი წარმოიქმნებოდა. თუ ასე გაგრძელდა მიხეილ სააკაშვილის ეთნიკური შემწყნარებლობით ბრჭყალებში, ქართველთაგან უმოკლეს დროში ნაქართველარნი, ნაქართველართაგან კი სხვა ერი წარმოიქმნება. რაკნას მიშიკომ ბრძანებას ასრულებს ბიჭი. მამინაცვლებს არ უნდა დაუჯეროს, რომ გატყიპონ, ან უფრო მეტიც ხომ შეიძლება სავარძელი დაატოვებინონ და გააშვილონ. საქართველოს წინა აზიის დიდ სამხედრო სახელმწიფოდ გადაიქცა. ეს დავით მე-4-ის დროს. საქართველო ამერიკის დიდ სამხედრო კოლონიად გადაიქცევა, ეს კი დღევანდელი მმართველობისა და მმართველის მეშვეობით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სტატია დაიწერა 2004 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი ახალი გაპრეზიდენტებული იყო.
თუ დიდი მეფე თავის მრავალრიცხოვან ჯარს ქვეყნის გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ იყენებდა, ხავერდოვანი პრეზიდენტი სამხედრო დანაყოფებსა და სპეცდანიშნულების რაზმებს საკუთარ ხალხს უსევს. ამის ნათელი მაგალითია ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რევოლუციის ძლევამოსილი შემკვეთ დამფინანსებლები და დღეს უკვე მმართველ მბრძანებლები იმ ქვეყანაში, სადაც უძველესი დროიდან ქართველები ძმადეფიცებოდნენ ერთმანეთს, ერთი მეორეზე ხელს აღამართინებენ და ქართველის სისხლი ქართველის ხელით დაქცეულა. 2004 წელი 12 მარტი გაზაფხულის სუსხიანი დღე, ათობით მართლმორწმუნე ღამის ლიტანიობას ესწრება, დილის 7 საათი, ფაშიზმის გამოვლენა დემოკრატიის მანტიით, პრეზიდენტის სახელოვანი ლაშქარი ბრჭყალებში, უიარაღო მრევლს ხუთავ ცრელსადენი გაზით, ხელკეტებითა და მძიმე ტექნიკით უსწორდება. ტაძრის წინამძღვარ ბასილ მკალავიშვილს კი ხელკეტებით ცემის შემდეგ საპყრობილეში ამწყდებენ. ჯალალედინმა სიონის გუმბათი მოარღვევინა და ზედ თავისი ბილწი საჯდომელი დაადგმევინა. ასე მოექცა დამპყრობელი საქართველოს. უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის საამაყო ბრჭყალებში სამხედრო ძალებმა ახალაიას ხელმძღვანელობით ურალის ტიპის სამხიდიანი მანქანი ტაძრის კარიბჭეში ანგრიეს და ეს ხდება მიხეილ ვარდოსან ხანის მეფობის დროს. დიდმა მეფემ სხვა ერის წარმომადგენლებს გადასახადები შეუმცირა. საერთოდაც გაუთავისუფლებია, დღეს კი საქართველოში მომრავლებული 1000 გვარი სექტის წევრები ჯიუტა დაიძულებენ საქართველოს მოსახლეობას, გადაიხადონ საშინლად გაზრდილი კომუნალური გადასახადები. ქვეყნის სულიერ ფიზიკურად განადგურების ძირითადი მიმართულება საქართველოს მართლმადიდებლების გარეშე აშკარა ლოზუნგად იქცა. საქართველოში შემოგდებული უამრავი კრიმინალური სექტა იურიდიული სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. 1103 წელი დავით აღმაშენებელი რუის ურბნიში საეკლესიო კრებას იწვევს, სადაც წყდება უმნიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი საკითხები. 2004 წლის 28 იანვარი ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ საშიში სექტად გამოცხადებული ეგრეთ წოდებული იეღოვას მოწმეები იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მიერ როგორც რელიგია გამოცხადდა. ასეთი მნიშვნელოვანი რეგისტრაციაში გატარდნენ. ეს მოხდა უშუალოდ კოლინ პაუერის ჩარევით. პოლიტ მამამ ჩამოსვლა იკადრა, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდათ გადასაწყვეტი და აბა არ ჩამოვიდოდა. თავი მეშვიდე, რიგში სხვა სექტებიც დგანან. მრავალთა სურვილის ეროვნულ უმცირესობაში ქართველთა აღმოჩენის მსგავსად ქვეყნის ტრადიციული რელიგიის მართლმადიდებლობის შევიწროება შეკვეცით, აქვთ ილუზია გაანადგურონ საქართველო. ისტორიული ფაქტია, რომ ქართველი მეფეები და ჯარისკაცები ბრძოლის წინ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ და ასეთი სულითა და ხორცით გაძლიერებულნი მიემართებოდნენ საბრძოლველად. სწორედ მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა დღემდე. არსებობენ ერები, რომლებიც მსოფლიოს საქართველოს გარდა შიშის ზარს სცემდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ რუკიდანაც სამუდამოდ გაქრნენ. საქართველო კი ეს დიდი სამოთხის კუთხე პატარა არსებობდა, არსებობს და იარსებებს, რადგან ქართველს ყოველთვის სწამდა, რომ ღვთისმშობელი თავის წილხვად ქვეყანას მფარველ კალთას არ მოაცილებდა. ნათქვამია ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, უფალი ამ დიდ რწმენას ყოველთვის აფასებდა და მოაპოვებინებდა მსასუებელ ერს, ძლევა ის საკვირველს. იდგა 1121 წელი. ღვთივგანბრძობილი მეფე ჯარს მიმართავს, ეჰა ქრისტესანო, თუ ქვეყნისა და ჟჯულის გადასარჩენად ვაშკაცურად ვიბრძოლებთ, არამც თუ თურქთა ეშმაკის ამამიმდევართა, არამედ თვით ეშმაკთა მხედრობასაც ადვილად დავამარცხებთ, მაშ ვილოცოთ სამშობლოს და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე აქედან შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულ ვართ, ხეთახშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო, ვინმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს, მაშ გაემზადეთ ზმანო და შვილნო ქრისტესთვის და საქართველოსთვისო. 400,000 თურქი მოთქარუნობდა. დავით მეოთხე 56,000 მეომრით დახვდა მტერს. ქართველთა ლაშქარმა მოიპოვა ძლევა ის საკვირველი. მორწმუნე მეფე მხედრებმა ქვეყნისა და ჟჯულის გადასარჩენად თავდადებით იბრძოლეს. თავდადებულ გმირებს დასახმარებლად თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი გამოეცხადათ, რომელმაც ურჯულო განგმირა, ამ ხელას ასწაული აღესრულა მაშინ საქართველოში. სარწმუნოების ამ უდიდესი საგანძურის უარყოფის შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფალი ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და ვერც ქვეყნის მართვას შეძლებს. კიდევ ვიმეორებ, ეს სტატია დაიწერა 2004 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი ახალი გაპრეზიდენტებული იყო. დავით აღმაშენებელი, რომ ტოლერანტობით გამოირჩეოდა, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ მას თავის ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გარდა სხვა რელიგია არასოდეს უღიარებია, განსხვავებით დღევანდელობისაგან, როცა იეღოვას მოწმეები სახლებში გვიცვივდებიან.
საქართველოში ბოლო დროს მომრავლებული უამრავი სექტა მიზანმიმართულად იმართება ცენტრიდან, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, მაგრამ რჯულად რჩება და იუდა მხოლოდ კრულად. საქართველოს და მართლმადიდებლობა ყოველთვის იდღეგრძელებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკა კი მათივე საბრალდებო დასკვნის საფუძველი გახდება. დავით აღმაშენებლის ბრძანებით საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა და ეს ენა ყველას უნდა ესწავლა, ქართველსაც და არაქართველსაც. აღმაშენებელი თავად უამრავ უცხო ენას ფლობდა, მაგრამ მრავალთაგან მხოლოდ ერთი მშობლიური ქართული ენა იყო საყვარელი. 21 საუკუნე ჩვენი მშობლიური ქართული ენა დამახინჯების ზღვარზეა. ბარბარიზმები და ჟარგონები ასახიჩრებენ ძირძველ ენას. მრავალ ენაზე მეტყველი დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი თავისი ნიჭით მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი ტელეარხის ეთერში მარიაჟობს. დავით აღმაშენებელმა პოლიტიკური მოსაზრებით მეორე ცოლი შეირთო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიხეილ დამაქცეველმა თავისი სექსუალური აღვირახსნილობითა და ტემპერამენტით ქართველ ერს გადაუაროს. მეფე დავითი თავად განათლებული და წიგნის მოყვარული ერის განათლებაზე ზრუნავდა. ქართველ კაცს, რომელსაც უძველესი დროიდან სწავლის მიღების სურვილი ჰქონდა, დღევანდელი ხელისუფალი ამ სურვილს ეგრეთ წოდებული ეროვნული გამოცდებით უკლავს, ხოლო საშუალო სკოლებში საქართველოს ისტორიასა და ქართული ენისათვის განკუთვნილი საათების შემცირებით გვავიწყებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ. საქართველოს გმირი მეფე დავით მეოთხე ისტორიაში საპატიო წოდებით შევიდა. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვან-შაჰ და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მყრობელი. დღევანდელი გმირი ბჭყალებში პრეზიდენტი სააკაშვილი ისტორიაში შევა პრეზიდენტი ბავშვთა, მოხუცთა, შადრევანთა და ბუჩქთა, მსოფლიოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოლიტმმართველთა მილიონებით შეპყრობილი. თავი მერვე, ზვიად განმათავისუფლებელი, ედუარდ დამპყრობელი. მე-20 საუკუნე საქართველოს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა გახდა. საქართველოში ყოველგვარ ზღვარს სცილდება რუსეთის რეაქციული მთავრობის მოქმედებები. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მტკიცე სულიერებას დამსხვრევა ემუქრება. ქვეყანაში მწვავედი ჩინათავი, სოციალურ-ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, დაბალი ხელფასები, დაბალი პენსიები, საჭირო მოხმარების საგნების დეფიციტი, მომსახურების დაბალი დონე, საბჭოთა კავშირის ბატონობას რეალური საფრთხე ექმნება. ეს ერთის მხრივ იკვეთება იმით, რომ აღნიშნულ რეჟიმს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება არ ძალუძს. მეორეს მხრივ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ფეხს იკიდებს კორუფცია, სიყალბე და ცინიზმი. ასეთ უმძიმეს ვითარებაში, სადაც ხალხმა ყოველგვარი ინტერესიდან ნდობა დაკარგა, ჩნდება ქვეყნის მდგომარეობით გულდათუთქული სტუდენტი ახალგაზრდობა, ინტელიგენცია, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეროვნული ძალები მობილიზებულია. ამ ძალების იდეური მედროშე კი დიდი ქართველი მამულიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიაშვილის ზვიად გამსახურდია. იგი არ უშინდება საბჭოთა დიქტატურის უხეშ ბრჭყალებს და აქტიურად იბრძვის რუსეთის იმპერიის მიერ ყოველმხრივ დაჩაგრული ერის გადასარჩენად. 1989 წლის გაზაფხულზე აფხაზი სეპარატისტები ცდილობენ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიული ნაწილის, სოხუმის გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას. ხალხში ამ ფაქტმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. 4 აპრილიდან თბილისში მთავრობის სახლის წინ მასობრივი მიტინგები იწყება, სადაც აფხაზეთის საკითხი მეორე ხარისხოვანი ხდება. მოშიმშილე მომიტინგენი წინა პლანზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნას აყენებენ. 1989 წლის 9 აპრილი ეს დღე ქართველი ერის მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება. შეშინებული ცენტრი მოსკოვი საქართველოს პარტოკრატიის ხელშეწყობით უსასტიკეს ზომებს იღებს. გამთენიის 4 საათი მომწამლელი გაზით და მესანგრეთან ნიჩბებით შეიარაღებული სადამსჯელო რაზმები, შიმშილობისაგან დაუძლურებელ ქართველ ხალხს, რომელთაგან უმეტესობას ქალები და ახალგაზრდობა წარმოადგენდნენ, სასტიკად უსწორდებიან. რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირით დასახიჩრებულ დახოცილი ქართველებით ივსება. ამ ბარბაროსული აქტის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა ეროვნული ძალების წინააღმდეგობა. საბჭოთა აგრესიული იმპერიის წინააღმდეგ შემუშავებულ იქნა მშვიდობიანი საპროტესტო რეფორმები, მიტინგები, გაფიცვები, მჯდომარე აქციები, პერმანენტული შიმშილობა. მთელი მსოფლიოს ყურადღება გადმოტანილი იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ძლიერნი ამასოფლისანი გაფაციცებით აყურადებენ და ემზადებიან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისთვის. ეროვნულმა მოძრაობამ, რომელსაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდნენ, საბჭოთა მთავრობა საბჭოთა კანონების სრული დაცვით აიძულა თავად ეღიარებინა თავი უკანონოდ. 1990 წლის ბოლოს ჩატარდა საყოველთაო სახალხო არჩევნები. ხმათა უმრავლესობით ჯერ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, 1991 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ზვიად გამსახურდია. 1991 წლის 31 მარტს ზვიადის დაბადების დღეს ჩატარდა რეფერენდუმიც, ხოლო იმავე წლის 26 მაისს
აღნიშნული რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ცხადია, მოსკოვი ქართველთა მურჩობას არ აპატიებდა. საქართველოს ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ გამუშავდა საბჭოთა აგენტურა ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით. საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან გათავისუფლებული საქართველო აღმავლობის გზას ადგა, როდესაც კანონიერი ხელისუფლება მოსკოვის მხარდაჭერით ისევე ქართველების მიერ იქნა დამხობილი. 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. ძმათა მკვლელ ომს უამრავი ქართველი სიცოცხლე შეეწირა. ამას 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი მოჰყვა. სამხედრო საბჭომ, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა, ძალაუფლება ხელში აიღო. სწორედ ამ ძალებმა სულ მოკლე ხანში საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში სხვა ქვეყნების მამა და ქართველების მამინაცვალი, მგზნებარე კომუნისტი და იალტის მასონთა ლოჟის მაგისტრი ედუარდ შევარდნაძე ჩააბრძანეს. საქართველოს ისტორიაში იწყება ახალი ეპოქა. ქვეყანა იწყებს გამალებულ მზადებას მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში ჩასაბმელად. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ხდება პირველი მედროშე კოსმოპოლიტურ მოძრაობაში. ინგრევა ეროვნული ღირებულებები, იკარგება მამის სახელი, ეროვნულობა და სერიოზული დარტყმის ქვეშ დგება მართლმადიდებლობა. შემოდიან სხვადასხვა სექტები. ისევ ძმათა მიერ საქართველოდან განდევნილმა კანონიერმა პრეზიდენტმა სისხლის მღვრელ სახელმწიფო მეთაურ შევარდნაძეს 19 უმძიმესი ბრალდება წაუყენა. თავი მეცხრე 19 უმძიმესი ბრალდება ზვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძესა და მის რეჟიმს ბრალად ედება. პირველი სამხედრო საბჭოს 4-ეულის მიერ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის გაუქმებით რუსეთის იმპერიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის მიტაცების საკითხში, ყარსის, დაგომისის, სოჭის, მოსკოვის, გაგრის, ბორჯომის მოღალატური შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთისა და შიდა ქართლის სამაჩაბლოს რუსეთისთვის ოფიციალურად გადაცემა. მეორე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ომის გაჩაღება კრემლში დაგეგმილი სცენარით, რაშიც გამოყენებული იქნა საქართველოს კრიმინალური ბანდები და რუსეთის სამხედრო ძალები. აქვე აღნიშნავთ: ა. შავი ზღვის სამხედრო საზღვაო ფლოტის ადმირალ ბალტინის მეთაურობით ჩატარდა სამხედრო სადამსჯელო ოპერაციები საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ. აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ადგილი ჰქონდა დასახლებული პუნქტების, კურორტების ნგრევა განადგურებას, ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდს, რამაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 300,000-ზე მეტი ქართველი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში, 36,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ბ. უდიდესი დანაშაულებრივი აქტის მე-20 საუკუნეში საქართველოს მესამე ოკუპაცია ანექსიის ერთობლივი ავტორები არიან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სპეცსამსახურები, რუსეთის ჯარი, როსტოვის სპეცსამსახურები, შავი ზღვის სამხედრო საზღვაო ფლოტი, ადმირალ ბალტინის მეთაურობით, ადგილობრივი კრიმბანდები და სხვა. პირველი ანექსია ოკუპაცია მოხდა 1921 წლის თებერვალ-მარტში, მეორე ანექსია ოკუპაცია 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, მესამე ანექსია ოკუპაცია 1993 წლის ნოემბერში. ყველა ამ მოღალატური აქტის შემსრულებლები იყვნენ სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და სხვანი, მათნი მსგავსნი. მესამე, გალისა და სამეგრელოს რეგიონებში სამოქალაქო არეულობის ხელოვნური პროვოცირება, ახალი ფართომასშტაბიანი თავდასხმა გალის რაიონის მოსახლეობაზე, საცხოვრებელი ადგილების ძარცვა, გადაწვა განადგურება, გენოციდი. მეოთხე, შიდა ქართლში, სამაჩაბლოში, ქართველი და ოსი ეროვნების მოსახლეობის ხელოვნური დაპირისპირება, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გამოყენება და უცხო ეროვნების კრიმბანდებისთვის ხელის შეწყობა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ძარცვა აწიოკებაში. ვანდალურ ხოცვა ჟლეტაში და საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრაში, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 90 წლის 11 დეკემბრის დადგენილების იგნორირება, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და მისი თვითმარქვია ხელისუფლების ფაქტობრივი ცნობა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიასა და რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინის 91 წლის 23 მარტის ყაზბეგის შეხვედრის ორმხრივ ხელმოწერილი ოქმის საწინააღმდეგოდ. მეხუთე, 1991 წლის 31 მარტის საერთო სახალხო რეფერენდუმის შედეგების იგნორირებით, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 99.3% რეფერენდუმში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 98.9% მხარი დაუჭირა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ნორმების უხეში დარღვევით, ნეოიმპერიაში, ეგრეთ წოდებულ დსთ-ში, საქართველოს რესპუბლიკის
რესპუბლიკის გაწევრიანება. მე-6. რუსეთის იმპერიის პირდაპირ მითითებით ედუარდ შევარდნაძისა და მისი ხუნტის მიერ გატარებული მოღალატური პოლიტიკის შედეგად საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი ტერიტორიების გასხვისება, საქართველოს რესპუბლიკის ერთიან პოლიტიკურ სამართლებრივ სივრცეში ორი უკანონოდ შექმნილი რესპუბლიკის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის და სამი უკანონო პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძე, ვლადიმერ არძინბა, ჩიბიროვი აღმოცენება. მე-7. რუსეთის იმპერიის მიერ დაგეგმილი სცენარის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის გარიგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციიდან გამოყოფა მისი ნეიტრალურ ზონად გამოცხადებისათვის პოლიტიკურ სამართლებრივი ბაზის მომზადება, რაც მიმართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ნების წინააღმდეგ და არის ანტისახელმწიფობრივი ქმედება. ნიშნულოვანი ფაქტი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო მრავალპარტიულ არჩევნებში, 1991 წლის 31 მარტის საერთო სახალხო რეფერენდუმში, 1991 წლის 26 მაისის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში შესაბამისად მხარი დაუჭირა სახელმწიფოს მართვის სათავეში ეროვნული ძალების მოსვლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მერვე 1992-93 წლებში რუსეთის მოქალაქე ედუარდ შევარდნაძის მიერ იგნორირება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 91 წლის 15 სექტემბრის დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკაში სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ, ვინაიდან 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია და ანექსია განხორციელდა წითელი არმიის შეიარაღებული აგრესიის მთავარი ძალების მეოხებით, რომელიც დღემდე იმყოფება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ემორჩილება მხოლოდ სსრკ-ს ხელმძღვანელობას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა ორგანომ ქართველი ხალხის საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე 91 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: a. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრკ-ს შეიარაღებული ძალები გამოცხადეს საოკუპაციო სამხედრო ძალად; b. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრკ-სთან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრკ-ს შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე; g. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე სსრკ-ს წინააღმდეგ დაიცვა საკითხი აფხაზეთის ΑССР და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებიდან საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგან მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლის მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილების წინააღმდეგ ედუარდ შევარდნაძის მიერ რუსეთის საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მათი ახალი შენაერთების გამოყვანა სომხეთიდან, ყარაბაღიდან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოდან, მათ შორის ავღანეთში ნაბრძოლის 345 სადესანტო პოლკის გუდაუთაში განთავსება და აფხაზის სეპარატისტებისათვის დიდი სამხედრო დახმარების გაწევა. მე-9. ედუარდ შევარდნაძის მიერ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილების იგნორირებით, გაეროს წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ცხინვალისა და სამეგრელო სამურზაყანოს რეგიონებში სამშვიდობო სტატუსით განთავსება, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხამის კურთან უცხო ქვეყნის რუსეთის მოქალაქეებისაგან სამხედრო საკონტროლო პუნქტის შექმნა, რუსეთის შეიარაღებული ბანდების აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით შემოყვანა. მე-10. ედუარდ შევარდნაძის უკანონო რეჟიმის ანტიეროვნული პოლიტიკით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრების სომხების წაქეზება გათამამება ახალქალაქის რაიონში სომხეთის ავტონომიის შექმნის მოთხოვნით, კრემლის ედუარდ შევარდნაძის სომხეთისა და სომეხი დაშნაკების დიდი იმედის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროსომხური ორიენტაციის გაძლიერების, ეთნიკური სომხი ზურაბ ჟვანიას, იგივე ზანაზან ანტონიანის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების პრეტენზიის ინსპირირება რუსეთის ჯარის გაყვანის შემთხვევაში მათი უსაფრთხოების დაუცველობის გამო, ამ გზით სომხური ავტონომიის შექმნისა და ახალქალაქის რაიონში რუსეთის სამხედრო ბაზების შენარჩუნების მცდელობა, ამავე მიზნით, ამავე სცენარში ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების ჩართვა იდეის მხარდასაჭერად, მის კანონიერად და პერსპექტიულად წარმოსაჩენად. მე-11. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საქართველოს რესპუბლიკისთვის სახელმწიფოებრიობის ძირითადი ნიშნების დაკარგვა, საჯარო ხელისუფლების ნაცვლად ქვეყნის ტერიტორიის მართვა კლანური ოლიგარქიების მიერ
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, საგადასახადო სისტემის სრული მოშლა, სახელმწიფო საბაჟოების უცხოური ფირმების ხელში გადასვლა, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. მე-12 ედუარდ შევარდნაძის ანტიკონსტიტუციური აქტით რუსეთის ჯარებისათვის საოკუპაციო სტატუსის მოხსნა, 25 წლით უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების დაკანონება, საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი 11 მილიარდი დოლარის სამხედრო ქონების რუსეთისათვის გადაცემა, 150 მილიარდ დოლარად შეფასებული შავი ზღვის ფლოტიდან საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილ წილზე უარის თქმა ედუარდ შევარდნაძისა და მისი ხუნტის მიერ უზურპირებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მე-13 1992-93 წლებში საქართველოში სამხედრო საველე სასამართლოების საიდუმლოდ არსებობა თბილისში, ქუთაისში, თელავში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და სხვა. მათი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერი კონსტიტუციური უფლებებისათვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების დანიშვნა პრეზიდენტის მიერ იუსტიციის მინისტრის წარდგინებით. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ამ პერიოდში საქართველოში ოფიციალურად იყო დამყარებული სამხედრო დიქტატურა, უხეშად ირღვეოდა საერთაშორისო სამართლის ნორმები, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების აღიარებული პრინციპები. მე-14 საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების სისტემატურად დევნა უსასტიკესი რეპრესიების გზით, მათი დისკრედიტაცია შინ და გარეთ, ქართველი პატრიოტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების დევნა დაპატიმრება, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მისი ოჯახის დევნა 30 წლის მანძილზე, 91-92 წლებში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გაძარცვა და დაწვა ქალაქ თბილისსა და დაბა ბიჭვინთაში, ქართველი პატრიოტის ვოვა ჟვანიას დახვრეტა, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის მკვლელობა 1993 წელს თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1999 წლის 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქ თბილისში რუსეთის ჯარის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების ფიზიკური განადგურება, მომწამლავი გაზის მასიური გამოყენება რუსეთის სადამშელო ოპერაციას სადამხედველობას უწევდა საქართველოში კრემლის სპეცდავალებით მყოფი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი მთავრობის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მოშიმშილე ნუგზარ ლეჟავას მკვლელობა. მე-15 მშვიდობიანი მოსახლეობის რამოდენიმე ასეული მომიტინგის დახვრეტა, მომიტინგეთა და მანიფესტანტების წინააღმდეგ უხეში ძალის სისტემატურად გამოყენება, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების, ელექტროშოკების, ტოქსიკური საღებავების გამოყენება, მასობრივი დაპატიმრებები პოლიტიკური შეხედულებების გამო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების არნახული მეთოდების გამოყენება, არასრულწლოვანთა გაუპატიურებები, მომიტინგეთა ჯგუფების ქალაქგარეთ სიცოცხლისათვის სახიფათო ტერიტორიებზე გაყვანა, ტყვეები, დაუსახლებელი ადგილები, რადიაციით დაბინძურებული ზონები. მე-16 კრიმინალური უკანონო რეჟიმის მიერ მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული 10 მილიარდი დოლარისა და ეგრეთ წოდებული ვაუჩერიზაციით 40 მილიარდი დოლარის ღირებულების მოსახლეობის კუთვნილი ქონების მიტაცება, კორუმპირებული ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ მილიარდობით დოლარის კრედიტის მითვისება და თითოეული ოჯახის სამუდამოდ დაკაბალება. მე-17 1992 წლის 24 ივნისის საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის აღების მცდელობის პროვოკაციით, ელიავას ამბოხების ფარსით, სხვადასხვა ტერაქტების ინსცენირებით, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს კონსტიტუციური უფლებებისათვის პოლიტიკური გზებით მებრძოლი მოქალაქეების ტერორისტებად გამოცხადების მცდელობა, საყოველთაო ფსიქოზის გამოწვევა, უკანონო რეპრესიები და მათი ფიზიკური განადგურება. მე-18 უზურპირებული ხელისუფლების ძალადობით შენარჩუნების მიზნით საქართველოს მასშტაბით მართვადი ქაოსის შექმნას, ფაქტობრივი მმართველი პარტიის მიერ დეკლარირებული მილიონი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის სანაცვლოდ 1,7 მილიონი მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიის იძულებითი დატოვება. მე-19 საქართველოში ნარკომანიისა და ნარკობიზნესის ლეგალიზაცია და წახალისება, ქვეყნის გამოყენება ნარკოტიკების სატრანზიტო მაგისტრალებად, ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ნარკომანებად და კრიმინალებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. საოცარი ამ ბრალდების ყველა პუნქტი რაზედმიწევნით შეგვიძლია წავუყენოთ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა რატომ უნდა გაგვიკვირდეს, სააკაშვილი ხომ ამ დიდი დამნაშავის შევარდნაძის უბეში გამოზრდილი შვილია. თავი მეათე სისხლი და კიდევ სისხლი. ამ ბრალდების შემდეგ ედუარდ შევარდნაძის სისხლიანი დიქტატურა კიდევ 12 წელს გაგრძელდა. 2003 წლის 23 ნოემბერი სისხლიანი მმართველი ტახტს ახალგაზრდა და ენერგიულ სისხლის მღვრელს უთმობს. მარიაჟი პრეზიდენტი უსისხლო რევოლუციის მოწყობით მსოფლიოს აწონებს თავს. საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს უსისხლო რევოლუციის სისხლიანი დეტალების შესახებ. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში ხალხი დაიღუპა. ორი ახალგაზრდა მოკლულ იქნა კრწანისის რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე. ხალხმრავლობის გამო სისხლი წალენჯიხაშიც დაიღვარა. შვილმა ბრჭყალებში პოლიტმამისგან სისხლის ღვრის მეთოდი, როგორც ჩანს, წარმატებით აითვისა. პრაქტიკა ქვეყანაში 23 ნოემბერს პირველად გაატარა, ხოლო მას შემდეგ ტყვია ტყვიაზე ვარდება. მერე რა,
ამით ხომ საზოგადოების ხორცმეტებს იშორებს მიქაელ სისხლისმღვრელი. ეს ისწავლა მამიკოსგან და ცდილობს გაახაროს, მაგრამ ხომ შეიძლება მამაც არ დაინდოს, ბრძანებას გააჩნია. მე რაღაც მერჩი ბიჭო, განასავარძელი ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე არ დაგითმე, დამანებე თავი, მე ჩემი მემუარები მაქვს დასაწერი, რა თქმა უნდა შენც გაგიწევ დახმარებას, ბოლოს და ბოლოს საქართველოს 12 წელი მევმართავდი. ამ ხნის განმავლობაში იმდენი გამოცდილება შევიძინე, ქვეყნის დანგრევა და ქუცმაცებას რა უნდა, ასე რომ მე შენ გჭირდებიო, ეტყვის ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილს. ეს ფრაზები ცხადია ოფიციალურად არსად გაჟღერებულა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც მიშა შევარდნაძის ნათესავებსაც დაერია დედაპატიმრება გათავისუფლება, დაიწყო ხალხს თვალწინ ნათლად წარმოუდგა დაჩიავებული ექს-პრეზიდენტის საუბარი დღევანდელი საქართველოს ფაქტობრივ ახმახ ხელისუფალთან. თავი მე-11 ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის წავა სითაო. დღეს საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სააკაშვილის ლიტონის სიტყვები ვერც მატერიალურად და ვერც სულიერად ქვეყანას ვერ ააყვავებს. პრაქტიკულად კი სახელმწიფო უფსკრულის პირას მიიყვანა. მაინც რა უნდა ხელისუფლების სათავეში იმ პირს, რომელსაც ერის ხმა ხალხის გულის ტკივილი არ ესმის და არც უნდა გაიგოს. პასუხი მარტივია. ტახტზე დააბრძანეს და უარს ხომ არ იტყოდა, გამბედაობაც არ ყოფნის, ერის ინტერესები დაიცვას. ეს რომ გააკეთოს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი მშვიდობიანი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რევოლუცია მოხდება. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, მდიდარი წიაღისეულის, თვალწარმტაცი კუთხეების, ზნეობრივად ჩამოყალიბებული საზოგადოების გამო ოდითგან იქცა დამპყრობელი ქვეყნების აგრესიის ობიექტად. ასია დღესაც. ამერიკელების სურვილი ჩვენს ქვეყანაში კოლონიური პოლიტიკის გატარებაა. რუსეთსაც იგივე მიზანი ამოძრავებს. ჩამოვიდა ბუში თავისი მომავალი კოლონიის დასათვალიერებლად. პუტინი ჩამოსვლას არ კადრულობს. სამაგიეროდ საქართველოს მისამართით მწვავე განცხადებებს არ იშურებს. ჯორჯ სოროსი, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში თაღლითად იქნა გამოცხადებული, საქართველოს ესტუმრა, დაარიგა პოლიტიკური შვილობილი სააკაშვილი. უხვად დაასაჩუქრა და გახარებული გაემგზავრა. ცნობილი გამონათქვამია ციხე შიგნიდან ტყდებაო. საქართველოს ახსოვს მოღალატენი ივანე შანშესზე მხარგრძელი, კახა გამრეკელი, თორელი, კონსტანტინე მაჰმად-ყულიხანი, გივი ამილახვარი, შადიმან ბარათაშვილი, ზაქარია ციციშვილი, მიქელ არღუთაშვილი და ემახსოვრება მიხეილ ვარდოსან, ხან სააკაშვილი თუ სააკიანი. ძვირფასო მსმენელებო, ამით მე დავამთავრე დღევანდელი გადაცემა. ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე და საინტერესო სტატია მოგასმენინეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სტატია დაიწერა 2004 წელს. ანუ მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი ახალი გაპრეზიდენტებული იყო. თუ რას გრძნობდა პრეს-პრემიერი მაშინ, რა განცდები აწუხებდა და რას ხედავდა, ანუ პოლიტიკურად როგორ გრძნობდა, რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო და ქართველი ხალხი, აი ამას ჩვენ წერდით. სწორედ აი ამ სიმართლის თქმისთვის დაარბიეს მაშინ პრეს-პრემიერის რედაქცია და მოუსპეს საქართველოს ქართველ ხალხს მართლაც ობიექტურად, ჟურნალისტურად საქართველოს უახლესი ისტორიის შემქმნელი ჟურნალი. გმადლობთ ყურადღებისათვის, ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ გადავრჩებით. სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ სტატიას რიჩარდ ჰოლბრუკთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის მამობილად დაასახელა, რომლისგანაც იღებდა ინსტრუქციებს და რომელზედაც გვაქვითინა და გვატირა ქართველი ხალხი მაშინ, როდესაც საქართველომ დააკარგა ზუსტად იმ პერიოდში აკადემიკოსი მიხეილ ქურდიანი, ცნობილი გენერალი, ქართველი გენერალი მიხეილ ოსაძე და ძალიან ბევრი ქართველი. სამაგიეროდ ჩვენ დემოკრატიის შუქურა მამა ჰოლბრუკზე ვტიროდით. თუ ვინ იყო სინამდვილეში რიჩარდ ჰოლბრუკი და რა ინტერესები ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, ამას ჩვენ მომავალ გადაცემაში მოგიყვებით. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის. შეგახსენებთ, რომ საუბარს უძღვებოდა გადაცემა მიყავდა ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილს. ნახვამდის.